მოგესალმებით ყველას ყვედებით და პოზიტიური ენერგიებით და გისურვებ მშვიდობიან დილას. იმიტომ რომ თქვენ დილას ნახავთ ამ ვიდეოს. მოგესალმებით TikTok და YouTube-ის არხის წევრებო, დიდი სიყვარულით და დადებითი ენერგიებით. თქვენ მოხვდით არხზე, ვინც პირველად ხართ, ახლა აქ და ამ სივრცეში შენი სულიერი სივრცე. არხი, რომელიც მუშაობს სულის ევოლუციის მიმართულებით, ტაროს საოცარი ინსტრუმენტის დახმარებით. ჩვენი არხიდან სამყარო გადასცემს ადამიანებს ჩვენი გამტარობით ინფორმაციას, რომელიც მათ თავის სულიერი გზის სავალდნელი გზა შეეცდება, რომ დაეხმაროს. ნახოთ სიგნიფიკაცია, ვისი იქნება დაშლა, რომელიც ჩაიწერება აქ და ახლა 20 იანვრის 04 საათსა და 30 წუთზე. სიგნიფიკაცია შენი, ვისთვისაც სამყაროს აქვს ინფორმაცია, რომელიც მე უნდა გავატარო. ენერგიები ნახოთ. ადამიანი, რომელიც შესაძლოა მიყურებს ახლა აქ, ეს არის შესაძლოა ქვრივი ქალბატონი. ან ადამიანი, რომელსაც თავის სიყვარული, თავისი ოცნებები ამ სიყვარულთან დაკავშირებით დაემსხვრა და ამის გამო არის რაღაცა წყუდიათში გამომწვდეული იგივე პოზიციაში, რაც წარმოიდგინა ამ სიყვარულში რო ექნებოდა და იმედი აქვს. თუმცა მიწიერ დონეზე პრინციპში ენერგია როგორია, იცი? ეს მდგომარეობა ვიღაცისთვის არის წარსული, თითქოს განთავისუფლდა ამ მდგომარეობიდან ადამიანი და თავის თავი თვითონ განთავისუფლა. ადამიანი, რომელიც სიგნალიდან გამოვიდა და ხალხის საზოგადოების აღმაფრენა, ვინც შენს ირგვლივ არის. ადამიანი, რომელმაც ის თავის შავ-თეთრი ცხოვრება საკუთარ თავს გაუფერადა და გამოიყვანა მაგ მდგომარეობიდან. ადამიანი, რომელმაც მაგ მდგომარეობის მიუხედავად დატოვა ეგ სიტუაცია და გამოჯამრთლდა. გაიფერადა თავის ცხოვრება. რაღაც უცნაური სიგნიფიკაცია. ან უბრალოდ სურვილი აქვს, რომ იყოს ესეთი. გამიგეთ? ენერგია, ეხლა რაც ვლაპარაკე, აქ ისმის ძალიან ბევრი ადამიანი. ამიტომ ან უბრალოდ სურვილი აქვს ადამიანს, რომ ეს ყველაფერი მოხდეს ესე. გეგმა გაქვთ, რომ და ამ გეგმას მიყვებით. კი, ძირითადი ადამიანების მასას უკვე აქვს ეს მდგომარეობა. კი. აქ თქვენ ისტორიას მიყვებიან სასწაულად საშინელი მიწიერ დონეზე. რა უნდა რომ გითხრა სამყაროს შენს მომავალ ცხოვრებაზე? ერთი წლის განმავლობაში რატომღაც ისე მოდის ინფორმაცია თავისით გადმოვარდა. სამყარო გეუბნება იმას, რომ ერთი წლის განმავლობაში საბოლოოდ განთავისუფლდები იმ ფესვგადგმული
სიბნელისგან, რომელიც ამ დრომდე გგონია, რომ შენი ცხოვრება რა უნდა სამყაროს რომ გითხრათ, შენ ცხოვრებაზე მომავალი 1 წლის მანძილზე. შენს ცხოვრებაში დაიწყება ახალი ეტაპი, სადაც შენ იქნები სინათლის არხი, სინათლე თვით ადამიანისთვის, რომელიც ეძებს გამოსავალს თავის გულის ტკივილიდან და არის გაჩერებული სიყვარულის მოძრაობასთან მიმართებაში. შენ იქნები ის სინათლე, ის გზა, რომლისკენაც ეს ადამიანი წავა და შემდეგ შენი ინტუიცია და გამოიყვანს ამ ადამიანს ტკივილისგან, რომლის პირისპირაც არის ეს ადამიანი. რაღაცა დამოკიდებულებისგან, რაღაცა შიშისგან. შენი ინტუიცია, შენი სიძლიერე გააძლიერებს ამ ადამიანს. შენი ენერგიები გაუნათებს გზას სამომავლოდ 7 ცხოვრებისაკენ, რომელიც ამ ადამიანს ეგონა სადღაც მომავალ პლანეტაზე, მომდევნო პლანეტაზე არსებობდა და ამ ცხოვრებაში ეს შეუძლებელი იყო. ამ ადამიანისთვის იქნება ეს ჩვეულებრივად ბედის საჩუქარი, სიძლიერის მიმცემი და მოძრაობის დამწყები მდგომარეობა ბედის წერისგან. სრული გამჭვირვალობა, სრული სისუფთავე, სრული სინათლე. თქვენ იქნებით ამ ადამიანის შემავსებელი სული, მოდი ასე ვთქვათ, რომელიც გაუნათებს ამ ადამიანს თავის მომავლის გზას და ამოიყვანს იმ ფსკერიდან, საიდანაც ამოსავალს ვერ ხედავდა. თითქოს ეს თქვენი შუქი, ენერგია გამოიყვანს ამ ადამიანს იმ ფსკერიდან, რომელზეც ის იყო დაშვებული. რომლისაც ძალიან ეშინოდა. ცირ არის ეს თქვენ ხართ თუ ის? თქვენ გეშინოდათ ამ ადამიანთან მიახლოების, იცი? იმიტომ რომ გეგონათ, რომ ამ ადამიანთან მიახლოება დაგწვავდეთ. მომავალი 1 წლის განმავლობაში, ჩემო ძვირფასო ქალბატონო, როგორც ისე შენ განთავისუფლდებით იმ ცხოვრებისეული აქამდე მყოფი მდგომარეობისგან, რაშიც იყავით. ერთიც და მეორეც. შენ ვინც მეყურებ, ეს ადამიანი აგანთებს
და აბსოლუტურად როგორ თქვა, შენ სიმძიმეს დატოვებ დაბლა და შეიძლება ნებისმიერი სიმძიმით შეძლო ნებისმიერი სიმძიმის მქონე მდგომარეობაში შეძლო განთავისუფლდე და გამოხვიდე. გაიზარდო ამ მხრივ, ანუ შიშებისგან განთავისუფლდები ამ ადამიანისაგან, რაც მოგცემს იმ ენერგიას, რომ გაანათო. ემოციები, რაც აქ გააქვს შენ, ეს არის ის დაბრკოლება, რის გამოც ვერ ანათებ. ანუ შენ ცხოვრებაში შემოვა ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად შეცვლის როგორც შენ ცხოვრებას, ასევე შენ შეცვლი მის ცხოვრებას. ესეთი იყო დღევანდელი ჩვენი გაშლა. თუ იყო თქვენი ინფორმაცია, ველოდებით კომენტარებში. მე კი გისურვებთ თქვენ სულში მზეს, ყველაფერს მხოლოდ საუკეთესოს და გიტოვებთ შენი სულიერი სივრცის არხზე, სიყვარულის, სულიერი სისუფთავის და დადებითი ენერგიების სიუხვეს. ჩემო ძვირფასო არხის წევრებო.